არ თავდება ამ ლტოლვილების ნაკადი და ну რაღაცნაირად ეს ემსგავსება პერმანენტულ რაღაცა უვადო კონფლიქტს და ომის ჩაუქრობელ კერას. და როდესაც ეს ქანდაკებები დავინახე კენჭებით შექმნილი, ალბათ პირველი სპონტანური და ყველაზე ლოგიკური იდეა, რომელიც გამიჩნდა, იყო ამ ქანდაკებების გაცოცხლება. ანიმაციის გამოხატვის საშუალებები ალბათ არის განუსაზღვრელი. შეიძლება იყოს ძალიან ბასრი, შეიძლება იყოს უკიდურესად ფაქიზი და ნაზი, შეიძლება იყოს გულის ამრევი, შეიძლება იყოს შემაწუხებელი, შეიძლება იყოს პირიქით დამაწყნარებელი. მე ლიმიტებს ანიმაციაში ვერ ვხედავ. ხედავთ იმის, რომ რამდენჯერმე ვნახე ეს ანიმაცია, ყოველ ჯერზე იყო საოცრად ემოციური. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დააფიქრებს ადამიანს, ვინც ნახავს ამას და ჩემთვის ყველაზე მეტად ემოციური იყო თან იმ მომენტში, იმ პერიოდისთვის ახალი მომხდარი იყო ეს ბავშვების ტრაგედია, ეს ცნოთის წყალში, ეს კენჭები წყალში მოძრაობს.